მეგობრებო, ტემუდან გამოწერილი ანტიქრისტეს შესახებ თუ რამე გსმენიათ და თუ რამე არ გსმენიათ, აგერ ჩემგან ხელმარჯვნივ იმყოფება აბდულა ალ-ჰაშიმი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს მე-12 იმამს და ისლამური ესქატოლოგიის თანახმად თვით მუჰამედ ალ-მაჰდის, რომელიც ისლამური აპოკალიფტური სწავლების თანახმად მეორედ მოსვლამდე უნდა გამოჩნდეს და სამყარო ბოროტებისგან იხსნას. Ну, ამ ვიდეოს ძალიან ხშირად მილინკავდნენ მე სხვათა შორის მეგობრებო და მეუბნებოდ რომ რეაქცია ჩაწერეო, ვაპირებ ამ ადამიანზე რეაქცია ჩავწერე, იმიტომ რომ ბევრი რამე შევისწავლე ამ ბოლო დღეების განმავლობაში ამ პიროვნების შესახებ, რომელსაც საკუთარი კულტი ჩამოაყალიბა. სხვათა შორის ისლამური სამყარო და თვითონ სუნიტები აკრიტიკებენ მას, იმიტომ რომ ეს არის შიიტური რადიკალური მიმდინარეობა, რაღაც კულტია ერთგვარი, შვედეთში იყო ბოლო ამათი საცხოვრებელი და მე ამერიკაში გადავიდნენ, ეხლა ნუ ამჟამად ცნობილი არ არის საცხოვრობს. მოკლედ ვაპირებ მეგობრებო ამ ტემუდან გამოწერილი ანტიქრისტეს შესახებ საუბარს, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს იესოს, რავი მესიას, რავი აბსოლუტურად ყველაფერს, რომელიც ასოცირდება რომ თითქოს ბოლო 1400 წლის განმავლობაში არც ერთ ადამიანს არ გაუკეთებია კლეიმი საკუთარ თავზეო, რომ ის იყო მაჰდიო და მე ვარო პირველიო, რომელსაც უნდა ეთაყვანოთო და რაღაც ესეთი შინაარსის მოწოდებებით გამოირჩევა. მოდი ახლა სანამ ჩვენ ამ ვიდეოზე გადავალთ, მანამდე მე გეტყვით ერთ რამეს, რომ მე დავიწყე ლათინური ენის შესწავლა მეგობრებო, ანუ ძველი რომაული ენა, რომელიც ახლა ითვლება მკვდარ ენად, რომელიც არის ინდოევროპული ენის მთავარი საძირკველი. მე დავიწყე ამ ენის შესწავლა. და გადავწყვიტე რომ 6 თვეში უკვე ვიდეოებსაც კი ლათინურად ვწერდე. ოღონდ ამ ყველაფერს თქო არ გამოვაქვეყნებ. ამ ყველაფერს სხვა არხისთვის შევინახავ, იმიტომ რომ მინდა მკვდარი ენები გავაცოცხლო და ესე ვთქვათ, პოპულარიზაცია მოვახდინო ამ ყველაფრის, ასე რომ subscribe-ტიტეს at canal-am, plasete video at manis and viostros compartites, amigos. მოდი ახლა შევაფასოთ ვინ არის აბდულა მაჰდი. Abdullah, the first name mentioned of the Mahdis, and I have come forth as the successor of Imam al-Mahdi alayhi salam. ანუ მე ვარ ვაიწყანვის ეს გითხრათ, მე ვარ საქსესორი ნიშნავს, ანუ გამგრძელებელი იმამი, ეს არის მე-12 იმამი ისლამური სწავლების მიხედვით, ალ-მაჰდი, რომელიც ისლამური თეოლოგიის თანახმად მეგობრებო ითვლება, რომ ის მაგ ადამიანს სიკვდილი არ უნახავს, როგორც ილია და ენოქსია საუბარი ჩვენ ქრისტიანულ სამყაროში ასე არის მაჰდი და ну ეს უცდის თვითონ სამყაროს დასასრულ და ბოლო ჟამს უნდა გამოჩნდეს. ამას იყვეხნის რომ ეს არის. And the awaited Yamani Imam Ahmad al-Hasan alayhi salam. No one in 1400 has claimed to be Abdullah in the will. ანუ ბოლო 1400 წლის განმავლობაში არავის არ გაუკეთებია მტკიცება საკუთარ თავზე რომ ის იყო აბდულა ალ-მაჰდიო. But me. მაგრამ მე ვარო. Proving that the will truly is a protection against და ვიმოწმებო რომ მოვედი იმისათვის რომ დაუპირისპირდე ყველანაირ გაუგებრობასო მის guidance. Against misguidance, for none can claim to be in the will except for its rightful owner. ანუ ვერავინ ვერ იტყვის სიმართლეს გარდა იმისა, ვინც არის მისი ჭეშმარიტი მარჯვენა ხელი, ანუ საკუთარ თავზე საუბრობს. სხვათა შორის ერთი პატარა ისმინდა შეფასება გავუკეთო აქვე. საერთოდ ქრისტიანობა საოცარი რატოა მეგობრებო, იცით და აი რატო არის ქრისტიანობა გამოკვეთილად ფუნდამენტური ჭეშმარიტება. რატო? აი ქრისტე ამბობს ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებას. მე კი არ ვამტკიცებ, არამედ ვამოწმებ ჩემ ჭეშმარიტებას. ადამიანი, როდესაც ამბობს საკუთარ თავზე რომ მე ვარ იმპერატორი, მე ვარ მეფე, მე ვარ კეისარი, მე ვარ ეს, მე ვარ ის, თქვენ ხო გავთ ტირიონ ლანისტერზე Game of Thrones-ში რო არის ნათქვამი საინტერესო რამ. კაც რომ მეფეს ოდესაც ჭირდება იმის თქვა რომ ის მეფეა, ის მეფე არ არის მეგობრებო. ქრისტე და ქრისტიანობა იმით არის გამორჩეული და უნიკალური, რომ ქრისტე იცნეს თავდაბლობით. თორე ქრისტე რო ჯვრიდან ჩამოსულო, კიდევ ერთხელ მომავ დღეს თელი დედამიწა მონა ქრისტიანები იქნებოდა, მთელი დედამიწა ქრისტე რო ჯვრიდან ჩამოსულიყო და არჩევანი არ დაეტოვებინა ადამიანისთვის. ანუ ნახეთ რა არის მეგობრებო, ქრისტე იცნეს თავდაბლობით. ის არ გაყვიროდა მე ღმერთი ვარ, მე თაყვანი მეცით, მე ეს გამიკეთ, ანუ ადამიანს რომელსაც ჭირდება მის დემონსტრირება, ანუ ის უკვე ყალბია. ანუ ის უკვე ყალბია. მარტივია რა. I am not the Antichrist. მე არ ვარო ანტიქრისტეო. Nor do I claim to be the Messiah. The only Messiah to ever come. არც იმას ვიყვეხნე რომ მესია ვარო, მაგრამ იგივე საკეთებდა სხვა ვიდეოში არ დავნახე. Was Jesus the son of Mary? ერთადერთი მესია ვინც იყო ქრისტეო. Alayhi salam. 2000 years ago he came and was God in creation. 2000 წლის წინ ის მოვიდა და ის იყო ღმერთის ქმნილებაო, ჯერ ეს უკვე რაღაც სხვა რაღაცაა. I am a messenger. მე ვარო წინასწარმეტყველი. And a witness from him to you. You are the Antichrist. Your country is the Antichrist.
The United States of America, the great iron beast that ანუ მე არ ვარ ანტიქრისტეო, არამედ თქვენი ქვეყანა ანტიქრისტეო და ამერიკის შეერთებული შტატები არისო, Iron ეს არის ეს ეხლა რაც ამან თქვა, ეს არის დანიელის წინასწარმეტყველება, როდესაც მან ურჩხული ნახა, ძალიან დიდი კონსტრუქცია ბოდიშით და Iron packets, მაინც ზუსტად როგორ იყო, არ მინდა ამერიოს. The great iron beast, ანუ დიდებული რკინის ურჩხულიაო ამერიკის შეერთებული შტატები. ნუ აი ეს კი სიმართლე თქვა ეხლა ამას არ დავუგარგოდეს სიმართლე. beast that tramples on the nation. რომელიც დგას სხვა ქვეყნებსო რა. I am a messenger from Muhammad sallallahu alaihi wa sallam. მე ვარო მუჰამედის გამგრძელებელი მესენჯერი, მის წინასწარმეტყველი. 1400 years ago he came to the earth and was God in creation. 1400 წლის წინ მუჰამედი იყო მოსული დედამიწაზე და შემო. მერთი რაღაც მაინტერესებს საერთოდ ძალიან ადრე როდესაც კრეაციონიზმისა და თეოლოგიისა და სქოლასტიკის შესახებ ვიდეოებს წერდი, მაშინაც იყო არაერთი არასდროს არ მქონდა მე სიმართლე ანტაგონიზმი ჩემსა და ისლამს შორის არასდროს ყოფილა, ანუ მე არ ვიყავი, ანუ მე როდესაც claims უკეთებ რომ ქრისტიანობა არის ჭეშმარიტება, ეს ავტომატურად ნიშნავს რომ ქრისტიანობა მოიაზრება ჭეშმარიტება. ანუ მე არ მივეკუთვნებოდი არასდროს ანტი-ისლამის ან რაღაც ეგეთი ანტი რომელიმე სხვა რელიგიას, იმიტომ რომ ჩემი სარწმუნება და მართლმადიდებლობა ავტომატურად გამორიცხავს უკვე სხვის ჭეშმარიტებას. შესაბამისად, მე ყოველთვის ძალიან გულწრფელი, აი მე ძალიან სხვათა შორის მიჩნდებოდა ძალიან გულწრფელი კითხვები, ძალიან გულწრფელი კითხვები მიჩნდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი თუნდაც ავიღოთ ახლა ამ ადამიანზე, ხო? ძირითადად ისლამური სწავლების მიხედვით ბიბლია არის ნაწილობრივ გაყალბებული. ნუ დიდი ნაწილი ეპისტოლები გაყალბებულია, ისინი გაყალბებულია და ნუ მე მოდის და მე ისლამური რწმენით, ასე ციტირებას ვახდენ, მოდის წინასწარმეტყველი, მათი წინასწარმეტყველი მუჰამედი და აღადგენს ამ ყველაფერს, ხო? ანუ ღმერთსა და ადამიანებს შორის და იმ პრობლემებს აგვარებს, რაც მაქამდე არსებობდა, ხო? ანუ ვითომ ახლა იოანემ ვერ განახა ეს გამოცხადება სწორად, ვერ ნახა ეს გამოცხადება მაგალითად პავლემ სწორად, ვერ ნახა მარკოსმა, მათემ და შემდგომ, ხო? ანუ მოდი ესეთი კითხვა დავსვათ, თუ ეს პრობლემები ჯერ იქინა დავიწყოთ, რომ ღმერთს არაფერი არ ეშლება. ანუ ღმერთი შეცდომას არ უშვებს. ვინ უფრო ახლოს იცნობდა ღმერთს? მათე, მარკოზი, იოანე, ლუკა, პავლე თუ რაღაც 6 საუკუნის შემდეგ მომლელილი მუსლიმი წინასწარმეტყველები და მათი მებრძოლები, ხო? ალი, ოსმანი, ალი და ეგ მაგაზე მაქვს საუბარი. ანუ თუ ბიბლიის რაღაც ნაწილები გაყალბებულია, რომ მათი რწმენით ვამბობ, ხა ჩემთვის ბიბლია უნიკალურია, რა თქმა უნდა. მაშინ რა გარანტიაა, რომ ის რაც მათ დაწერეს, ეგეც გაყალბებული არ არის? რატო ამბობ ამ ყველაფერს? ხა ძირითადად ისლამური რწმენა აგებულია იმაზე, რომ არის ბიბლიური პერსონაჟები გადათარგმნილი, ხო, მოსე მუსად, ნოესა გადაკეთებული სახელი, ადამი იწოდება პირველ მუსლიმად, ანუ მესმის პატივისცემა, მაგრამ მე ძალიან გულწრფელი კითხვა მიჩნდება უბრალოდ. ანუ თუ ეს ყველაფერი ყალბია. იმიტომ რომ სხვა არანაირი წყარო არ არსებობს აბრაამის შესახებ, რომ ისტორიულად არსებობდა. სხვა არანაირი მოსეს შესახებ წყარო არ არსებობს ბიბლიის გარდა და თორა, ხო? ანუ თორა ბიბლიის პირველი 5 წიგნია. ანუ არ არსებობს სხვა არანაირი მტკიცებულება და თუ გაყალბებული ის ნაწილები, რაც მუსლიმებს არ მოწონთ, მაშინ რა გარანტია აქვს, რომ ის ნაწილებიც გაყალბებული არ არის, რაც ამტკიცებს, რომ მოსი არსებობდა ოდესმე. ანუ ეს არის ძალიან გულწრფელი კითხვა ზოგადად. აი ზოგადად ისლამის მიმართ რაც მეწუხებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ისლამს და მუსულმანებს ძალიან ბევრს ვიცნობ, პატივისცემა გამაჩნია მათ მიმართ, არასდროს ჩემი მხრიდან აგრესია მათ მიმართ არ ყოფილა, არც იქნება სხვათა შორის. დუბაიში როდესაც დავდიოდი, არაერთ მუსლიმთან ქონა და ძალიან დიდი პატივისცემა ქონდა ჩემთან და ქრისტიანებს. მე უბრალოდ რახან ისინი ახსენებენ ხოლმე, რომ აი რაღაც პავლემ გააყალბა, ეპისტოლეების გაყალბა, რა გარანტია აქვს თვითონაც გაყალბებული არა? ეხლა უბრალოდ აი ეს ადამიანი Muhammad and Jesus are brothers and there are no two messengers closer to one another. ხო, აი ფუნდამენტური, აი ეს გამახსენდა, ეხლა რაზედაც კიდევ კაი გამახსენდა, ეხლა ნახეთ Jesus and Muhammad were brothers, so ანუ ისლამური რწმენით ხო იესო ქრისტეც არის წინასწარმეტყველი. მე არ ვამბობ, კაცო, მუსულმანები პატივისცემენ ქრისტეს, დიდი მადლობა ამაზე, მაგრამ უნდა ხაზი გაუსვათ ერთ რამეს. ქრისტეს სადაც კი შენ გამოაცლი ღმერთის კვალიფიკაციას და სტატუსს, მთელი თეოლოგია თავზე ინკრება. ანუ არანაირი ფასი აღარ აქვს, არც ბიბლიას, არც ყურა, აი არაფერი საერთოდ. შენ როგორც კი აი იონე ოქროპირი, შესანიშნავი წმინდა მამა წერდა ამას, თუ ქრისტე
არ არის მეგობრებო, ისა რა ქვია, თუ ქრისტე არ არის ღმერთიო და მას ტკივილი არ განუცდიო ჯვარსო, მაშინ საერთოდ რას აღნიშნავთ ქრისტიანები? ანუ რომელ სიკვდილზე გამარჯვებას აღნიშნავთ, ან საერთოდ რისთვის მოვიდა ეგ ადამიანი დედამიწაზე, ხო? ანუ ნახეთ, აქ უნდა დაუკვირდეთ, თუ ქრისტე ღმერთი არ არის, მთელი თეოლოგია თავზე ინკრება. ანუ ყველაფერი, აი მათ შორის ასევე მინდა ასევე მონოფიზიტებს აქვს სომხებს ესეთი გადახვევა სამწუხარო და მე დიდი იმედი მაქვს სომხები დიოფიზიტები გახდებიან ისე იმიტომ დიოს არის ქრისტეში არსებული ორი ბუნება ეს ადამიანური და პიროვნება მისი ანუ საღვთო პიროვნება და საღვთო ადამიანი საღვთო ბუნება და საღვთო პიროვნება იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ქრისტე ჯვარზე ევნო და მას ადამიანურად ტკიოდა ყველაფერი მაგრამ ის დაეფლა მოკვდა და აღდგა მკვდრეთით ანუ შესაბამისად როდესაც ჩვენ ამას ვაღიარებთ და ეს საეკლესიო კრებებზე არაერთხელ ყოფილა ამის შესახებ დისკურსი და საბოლოოდ ადგინა რომ დიოფიზიტები არიან სწორები რადგანაც ქრისტეში იყო ადამიანური ესე ვთქვათ საღვთო და ადამიანური ბუნება ერთდროულად რაც იმას ნიშნავს რომ მან ტკივილი განიცადა დედამიწაზე და მართლა ევნო და მართლა გამოიხსნა კაცობრიობა ანუ მე არ მესმის ზოგადად იმის რომ ქრისტე იყო უბრალოდ მესენჯერი ჯერ ერთი პირდაპირ ბიბლიაშიც ამოყვანილი მოხლები ხო მე და მამა ერთი ვართ აბრაამამდე მე ვარ არაერთია მუხლი ამის შესახებ მოყვანილი, სადაც ქრისტე საკუთარ ღმერთობის claims აკეთებს, ანუ ამტკიცებს. ოღონდ ამაში ტვინი უნდა ქონდეს რომ იხდე, როგორ უკეთებს ამის ესე ვთქვათ პერიფრაზირებას, გადმოტანას, იგავური სახით დაგანახოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად ხო არის ბიბლიაშიც ამის შესახებ საუბარი, ხო? ყველას ბაგენი კი საუბრობენ, მაგრამ ყველას არ ესმის ხურში. ქრისტე რატო საუბრობს იმით, რა ქვია, იგავებით? იმიტომ ყველა ვერ უნდა გაიგოს, ყველა ვერ იგებს ამ ყველაფერს. ხო და ანუ ქრისტე თუ ღმერთი არ არის, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს საერთოდ ამ ყველაფერს, ხო? ქრისტე რა თქმა უნდა ღმერთია. ანუ ქრისტეს ღმერთობა ამტკიცებს ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებას. თორე ქრისტეს ეს სტატუსი შენ უბრალოდ უბრალოდ ის არის ღვთის შვილი. საერთოდ მთელი ბიბლია ინგრება აბსოლუტურად. იმიტომ რომ მთელი სქოლასტიკა, მთელი თეოლოგია, მთელი უნივერსალური აი ეპისტემოლოგია რაზე დგას, ესაა რომ ქრისტე არის ღმერთი. რომელიც გახდა ადამიანი. ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი წარმოადგენელი. ბუნება განსაზღვრავს რაოდენობას და არა პიროვნებას, რადგან ერთ არსში არის სამი სხვადასხვა პიროვნება, მამა, ძე და სულიწმინდა, ხოლო ეს სამი არის ერთი. ძალიან მარტივად. ამაზე რავი, თუ გინდათ სამებაზე ცალკე ვიდეოს გადაგიღებ, ძველი და ახალი აღთქმიდან, თუ დაწერთ კომენტარებში დაბლა, დიდი სიამოვნებით. აი, კულტი შექმნა მეგობრებო, ამ ადამიანმა მახდიმ, აი ხა უყურე, ამბოსო მე ვარო ლეგიტიმური პაპიო რა. ხო და ესეთი კულტი ყავს, აი როგორც იმას აყავს, რა ქვია, ნარიმას აყავს, დაახლოებით ეგეთი კულტი ყავს და მათ ესენი ამბობენ, რომ ეს მაჰდიო არისო, რომის პაპიო რა, საერთოდ რა, ანუ არ ვიცი, საერთოდ ისლამში პაპია რა მოხსენებული, ანუ ხო გეუბნებით, მე როდესაც მისმის ესეთი რამეები ძალიან ტვინში მეწყება რაღაც საშინელი ქარბუქი, იმიტომ რომ ანუ ადამიანი რა დონეზე შეიძლება დაშტერდეს ახლა, ხო თქვენ წარმოგიდგენთ, თვითონ ისლამი მუსლიმი სკოლარები აკრიტიკებენ მაჰდის. ანუ ეს არის შიიტური მიმდინარეობა, მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებ და ისლამში არის სუნიტური და შიიტური მიმდინარეობა, მაგრამ შიიტური კიდე იყოფა ვაჰაბისტური, მე-12 იმამი, ძალიან ბევრი მიმდინარეობა აქვს და ეს არის უკიდურესად რადიკალური, ეს არის პოსტაპოკალიფტური კულტი, რომელიც მაჰდიმ ჩამოაყალიბა ამ ადამიანმა. აი ნახეთ როგორ ყავს დაბრიყვებული ხა ადამიანები უყურეთ რა. La ilaha illallah. I bear witness that there is no God but Allah. وأشهد أن محمدا عبده ورسوله. And I bear witness that Muhammad ხო, ნუ აქ არის არაბულად ალოცინებს და ანუ სიტყვებს უკეთებს დემონსტრირებას და შემდგომ ამას მისი მიმდევრები და მისი კულტის წევრები იზიარებენ, ამბობენ და ეხლა მე მინდა ერთ გამოვეხმაურო აი მაჰდის ესეთ რაღაც არაკონსტიტუციურ განცხადებას, რაც გააკეთა უმოგესმენინებთ. Am in this world. იცით რა რატომ ვარო მე დედამიწაზეო? I am the light of this world. მე ვარო სინათლე ამ სამყაროსიო, ეს ქრისტემ თქვა. და იგივე სამობს რა. So Jesus is effectively saying, while I am alive, როდესაც ქრისტემაც იგივე თქვა, როდესაც მე ვარ სანამე ცოცხალი ვარო, I am the light of this world. მე ვარო სინათლე, ნათელი ამასოფლისაო. ეს უკვე შეცდომა და აგიხსნათ რატო. When I die, I am no longer. როდესაც მე მოკრევე, მე აღარ ვიქნებიო. ეს ესე არ არის. ნახეთ ქრისტე რას ამბობს? მე ვარ ნათელი ამასოფლისა. გახსოვთ? მაგრამ მე რა ხდება? რას უწოდებს საკუთარ მოწაფეებს, რას ეუნება?
იყავით თქვენ ნათელნი ამას სოფლისა. აბა როგორ ხდება მოციქულთა მიმართ ეპისტოლეები, საქმე მოციქულთა საქმეები. წაიკითხეთ ბიბლიის ახალი აღთქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ისტორიოგრაფია, რა ბედი ეწიათ მოციქულებს, რა გზა გაიარეს, როგორ დადიოდა პავლე მოციქული მაგალითად ათენში, როგორ დადიოდა მაგალითად ბარნაბასთან ერთად, როგორ მოიმოწა ფათელი მცირე აზია, როგორ გაიარა 1000 კილომეტრი, როგორ იქადაკა. ახეთ, აი ეს არის უკვე ძალიან დიდი შეცდომა. საერთოდ მე რა არ მიყვარს იცით, ანუ ქრისტეს სიტყვები ხა, აი ვინ უფრო უკეთესად იცნობდა ხალხო ქრისტეს? აი პეტრე უფრო უკეთესად იცოდა. თუ გინდა მუჰამედი, გინდა ალი, გინდა აი ეს ადამიანი, ანუ ხო შეიძლება ეხა ჩვენ დავსვათ აი ძალიან, ანუ თუ ხომ ერთმა შეცდომა დაუშვა და მოვიდა დაუშვა 2000 წლის წინ, მოციქულებმა მისი ნაწერები გააყალბეს. ხო, ეს გაყალბებული მე რევისთან ჩამოყალიბდა კართაგენის პირველ საეკლესიო კრებაზე, ეს იყო ადგილობრივი, სადაც ბიბლიური წმინდა წერილები შეიქმნა და ნიკიაში უკვე გამზადებული ბიბლია იყო, ამაზე თუ გინდა ვიდეოს შეგეწევთ, რომ წარმოდგენა გქონეთ ბიბლიას დღეს აიდან გააქვთ, რომ არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. ბიბლია ჩამოყალიბდა კართაგენის კრებაზე. როდესაც ახალი აღთქმისა და ძველი სეპტუაგინტას, აი მთლიანად იყო წიგნები გააერთიანეს და საეკლესიო კრებამ დაამტკიცა. ეს ყველაფერი ხდება ალექსანდრიის, ბოდიშით, იერუსალიმის ადგილობრივი კრების შემდგომ, სანამ მოხდებოდა მსოფლიო საეკლესიო კრება. კართაგენის კრებაზე უკვე გადაწყვიტეს, რომელი არის წმინდა წერილის ნაწილები და რომელი არა. იმიტომ რომ ბევრი არის მაგალითად ექსტრა ბიბლიური ხელნაწერები, რომელიც იყვეხნია, რომ ეს არის ქრისტიანული, ეს არ არის ქრისტიანული მეგობრებო. წმინდა ეკლესიას, არა ეკლესია რა არის, ხალხის სიმრავლე, ხო? ეკლესია ხო ქრისტეს ორგანიზმია. ქრისტეს ორგანიზმმა გადაწყვიტა, რომ პირველი 4 სახარება არის ავთენტური ქრისტიანულად. სხვა არ იუდას სახარებები და რაღაც ზღაპრები, რაც იწერება ხალხო ნუენდობით მაგებს, აი დამიჯერეთ რა. ეს ყველაფერი გაკეთებული არის იმისათვის, რომ ადამიანი შეიყვანოს შეცდომაში. დამიჯერეთ ამ ყველაფერს გეუბნებით, რომ თქვენ თუ ნდობას უცხადებთ ეკლესიას და იმ საკითხში ენდობით, რომ აი ხატები სწორია, აი მამაო სწორია, ის ლოცვა სწორია, აი ბიბლიის ეს ნაწილი სწორია, მაშინ მთლიანად უნდა ენდოთ ეკლესიას. ქრისტე ამას ამბობს ყოველ ჯერზე. შენ თუ იმის არ გჯერა, მე როგორ შევქმენი სამყარო, საერთოდ შენ რატო გჯერა იმის არსებობს თუ არა რეალურად სამოთხეთა ჯოჯოხეთი. ანუ ეს მე რა არ მომწონს, იცით ქრისტიანებს შორის, მათ შორის მართლმადიდებლებს შორის ძალიან არ მომწონს ერთი რაღაცა, რაც მე მინდა თქვა. მე თვითონ მართლმადიდებელი ვარ. რომ მაგათ უყვართ რევიზიონისტული ქრისტიანობა. რა უდიდეს ნაწილს რა ევასება, იცით? აი მე ღმერთის ესე მჯერა რა. აი მე ღმერთის როგორ მჯერა, ეხა. აი მე მინდა მივალ ეკლესიაში, მინდა ვილოცებ, მინდა არა. მე მინდა ბიბლიას წავიკითხავ, მინდა არა. მე მინდა მაგალითად დავდგები და ვიღაცას დავეხმარა, მინდა არა. ღმერთ ხალხნო, ეს რა სისულელეა გეკითხებით. მაინც მაშინ ბიბლიას და ღმერთი დაუწერდა ყველას ინდივიდუალურად. აი ეხა ნიკას ესე, უცხოს ასე, სანდროს ესე, მარიამს ესე, ნინის ისე და იქნებოდა ინდივიდუალური ბიბლია. ბიბლია არის ობიექტურად ერთი. ჩემთვის არა კაცკლა იგივეს ნიშნავს რაც ჩემთვის მოსაჟულის თანახმად. მაგრამ ამათ ევასებათ რა, რაღაც ცალკე განყენებული, თვითონ უფრო ძერსკები არიან სხვანაირად რო ღმერთი ესმით რა. ეს არ არის სწორი ხალხნო. ეს არ არის. ან მიყვები თავიდან ბოლომდე ქრისტეს სიტყვას, ხარ მართლმადიდებელი და მიყვები ეკლესიას ილია მეორეს. აი ხა უყურეთ, მეორე თემა ეხა კიდევ კარგად გამახსენე ხა. მე ნაწილი მართლმადიდებლების ნაწილი ვინ არ მომწონს. ეხა ხაზი უნდა გაუსვა, აი გეწყინოთ, მირჩევნია გეწყინო. გამოდიან მართლმადიდებლების ნაწილი რა, ამობენ, აი მე ღმერთის კი მჯერა, მაგრამ აი ილია მეორეს არ მიუყვები. ბიჭო დალოცვილი შვილო, შენ დალოცვილო, აი ღმერთმა დაგლოცოს. ბიჭო, შენ მთელი ბიბლია რაზე დგას? პავლემ დასვას ისა რა ქვია, პავლემ დასვა ტიტე. მერე მოდიან ეს ხელდასმული ნაწილები ხომ? იმა რა ქვია, პეტრე იქ ჩავიდა, იაკობი იქ ჩავიდა იქ და ხელდასმით ხდება როგორ ტიტეს ეპისკოპოსი ნიშნავს. ბიჭო, ეპისკოპოსობა და ისა რა ქვია, პატრიარქობა არის ბიბლიური, სადაც ადამიანის ხელდასხმით, როგორც ეს მართლმადიდებლობაშია, როგორც აი თანამოსაყდრეს როგორ აყენებს და ეს კათოლიკებსაც ეშლება და ისინი რაღაც კონკლავი წყვიტავენ, რაღაც სრული აბსურდია, არასდროს არ მომხდარა ეგრე ეპისკოპოსის არჩევა, ეს არის ხელდასხმით მისი ღირსებისა და ადამიანობის მიმართ, ანუ ღირსეული უნდა იყოს. ეხლა ორი, ილია მეორე არის საქართველოსა და სულად კათოლიკოს ავტოკეფალური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი. ანუ ისევე როგორც იყო მაგალითად წინამძღოლები ძველ აღთქმაში, აი აბრაამი მაგალითად. და ეხლა როგორ იყოს მაშინ ეხლა ესეთი საქმე, რომ აი აბრაამს რო ყავდა საკუთარი ისინი ეთქვათ ეხლა იმათ, რომ აი მე კი მჯერა ეხლა ღმერთს, მაგრამ აბრაამს არ გაუყვები. აი ეს აი ხალხო ეს არის ყოვლად გაუგონარი რამ, აი კიდევ ერთხელ გეუნებით რა. მაშინ თქვით რომ არ ვართ მართლმადიდებლები, აი პროსტა ქრისტიანები ვართ, რამდენია ეგეთ, იეჰოვის ქრისტიანია.
მე არ მომწონს ეგეთი დამოკიდება, იმიტომ რომ მე ვარ ფუნდამენტალისტი მართლმადიდებელი ნიშნავს რომ აღიარებ აბსოლუტურად, აი წერტილმძიმეთი თავიდან ბოლომდე, აი ეკლესიის დაარსების დღიდან დღემდე რაც მართლმადიდებლებმა გადაწყვიტა, ეჭვი არაფერში არ შემაქვს საერთოდ თავიდან ბოლომდე. რატო? იმიტომ რომ ადამიანი ცდება, მეც შეიძლება შევცდე, მეც უცოდველი არ ვარ, ანუ მეც შემიძლია შევცდე, იმიტომ რომ ყველა ადამიანები ვართ, მაგრამ ეკლესია არასდროს არ ცდება. ეკლესია მძიმედ იბრძოლა პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ამ საეკლესიო 7 საეკლესიო კრებაზე, რომ შეინარჩუნებინა მრწამსი, ქრისტეს ორბუნებიანობა, შეინარჩუნებინა ხათთაყვანისცემა. ამან ეკლესისხლი დაღვარა ხალხმა. და ამ დროს ახლა მე გამოვიდე და დავიწყო. ხალხო, იცით ახლა მაგალითად ის არა ქია, მე ცოტა განსხვავებულად მესმის ვიდრე გრიგოლ ღვთისმეტყველს. მე როგორ უნდა ვკადრო ეს საკუთარ თავს? მე ხო ეს ადამიანი არ ვარ. ამაზე ხალხო, ბიბლიაში წერია ყველა დარჩეს იმად, რადაც არის ხმობილი. სანამ შენ ეკლესია არ მოგიხმობს, უნდა დარჩია იმათ. ვინც უდიდესია, ის იქნება უმცირესი. და ვინც უმცირესია, ის იქნება უდიდესი. აი ამას გვასწავლის ქრისტიანობა. ამიტომ მე ვარ, ეს არაფერს ანიშნავს, საერთოდ არაფერს ანიშნავს. ქრისტე არ ამტკიცებდა და არ დადიოდა. ხალხო, იცი მე ღმერთი ვარ, მე თაყვანი მეცით, ქრისტე ამოწმებს ჭეშმარიტებას. ძალიან მაღალი დონეა, შენ რომ ამას მიხვდე, იქ უნდა იყო კასული. მე ვამოწმებ ჭეშმარიტებას. გახსოვთ როგორ მიდის მასთან ერთ-ერთი სინედრიონი და როგორ ეუნება შენ ხარ ეგ? ამას შენ ამბობ. აი ესეთი პასუხები რაც ქრისტეს ქონა, შეუძლებელია კაცობრიობის ისტორიაში იმას ქონდეს. მარკოზის წიგნი წაიკითხეთ მარტო ახალი აღთქმიდან იქ ებრაელებს რა პასუხს სცემს იესო ქრისტე. დასასრულია საერთოდ. არავინ არ დაიკოხროს ისტორიაში რომ საერთოდ რამე მეცნიერება ფილოსოფიაში რამე უთქვია. ქრისტე ისეთ პასუხებს სცემს, ის შეუძლებელია ადამიანმა გაცეს. აი წარმოუდგენელია ეგეთი პასუხები, იმიტომ რომ ქრისტე არის ღმერთი ადამიანის სხეულში, მხოლოდ მას შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოს. ეს არის ფუნდამენტური დიდი პატივისცემა მუსლიმებს, მართლა პატივისცემა, იმიტომ რომ ვიცნობ კიდევაც მე მუსლიმებს და მართლა საკუთარი რწმენით და იმით რა რწმენაც აქვთ ღმერთის მიმართ. დიდი პატივისცემა, მართლა დიდი პატივისცემა, ასევე ნებისმიერ ადამიანს ვისის ჯერა, ხო ეხა მე რა დამიშავეს, არაფერი არ დავუშვებით, მაგრამ ძალიან გთხოვთ ხალხო, თქვენ გულებში ჩაიხედეთ, თქვენს სულებში ჩაიხედეთ. თუ ქრისტეს ღმერთობას გამოაკლებ, ყველაფერი ინგრევა სამყაროში საერთოდ. არც ჯვარცმას აზრი არ აქვს, არც ბიბლიას, არც ყურანს, არაფერს საერთოდ. იმიტომ რომ უნივერსალურობა ქრისტიანობის ჭეშმარიტების მტკიცდება ქრისტეს დედამიწაზე მოსვლით და მისი სიკვდილით და მკვდრათით აღდგომით. ეს არის ფუნდამენტური, თორე ხა შენ მოსეს კანონებს ისწავლი თუ იმამების კანონს გაყვები, ან ბუდიზმს ისწავლი, რა სისულელეა საერთოდ? ბუდიზმი არის ჩვეულებრივი ფილოსოფია. ნირვანა, აი ნირვანა შედიხა, სადღაც გადიხა ნასარა, ნარნარა, რაღაც სისულელეები რა. ქრისტიანობა არის ჭეშმარიტება. და მე მინდა რომ ამ გზაზე თქვენ იდგეთ. ეს არის ჩემი მოწოდება. ნახეთ ეს ყველაფერი რა კორექტულად ჩამოვაყალიბე. მე მოუწოდებ ყველა ადამიანს რომ სხვა მე თქვენ თუ გინდათ ვიღაცა ქრისტიანი გახადოთ, არც გინებით, არც ლანძღვით და არც უბრალოდ ეს არ გააკეთოთ. მე მოგიწოდებთ ყველა ადამიანს. შეინარჩუნეთ ზრდილობა, პატივისცემა, ქრისტე ამას აკეთებდა. თქვენ თუ გინდათ გადმოივით რომ ადამიანი არის ეგოცენტრული არსება, მეგობრებო. ეგოცენტრულ არსებას როგორი ადამიანი შეიძლება მართალი იყო, იმან იცოდეს რომ ცდება, მაგრამ ეგოს გამო არ გააკეთებს, აბა მე ვცდები, აი ამას გეტყვის. ამიტომ შენ თუ გინდა რომ ის გახადო ქრისტიანი და შენ თუ გინდა სწორ გზაზე დააყენო, შენ სამაგალითო უნდა იყო იმისთვის. მე არაერთ ათეისტებთან მქონა ბრძოლა ცხოვრებაში. არაერთ, რა ვიცი, სხვა რელიგიის წარმომადგენლებთან. არაფერს აზრი არ აქვს, არ დაიჯეროთ, არც დებატებს, არც აზრი არ აქვს ხალხო. ეს არ არის თემატიკური დებატები, ეს არ არის სქოლასტიკური დებატები. მეგობრებო, ეს არის ჩვეულებრივი ეგოს დემონსტრირება. ვინ უფრო მაგარი ტიპია? შოუ, აი UFC-ია ჩვეულებრივი რა. აი, საერთოდ რელიგიური დებატები არის UFC. აი ხა მაგალითად, რომელ წონაში ხარ შენ, რომელ წონაში ეს და მიდი დაეჯახეთ ხა. რომელი უფრო ეგოს დაიკმაყოფილებს. არ არის ეს. ქრისტე მაშინ მაგას დადგებოდა და იდებატებდა მთელ იმასთან, რა ქვია, იმასთან, რა ქვია, მცირე აზიასთან და მთელ ისრაელთან და მიდი გადმოიყვანდა. ეგ არ მუშაობს ხალხო. დაიმახსოვრეთ, რომ ადამიანი საკუთარ პოზიციამდე არის ეგოცენტრული არსება და სწორედ ეგო არ მისცემს ადამიანს იმის საშუალებას, რომ აღიაროს საკუთარი შეცდომები. ამიტომ თუ გინდათ იყოთ მათთვის სამაგალითონი, როგორც ქრისტე ამბობს, იყავით ნათელნი ამას სოფლისა. ხო ხა დასკვნის სახით ამ ადამიანზე რა შემიძლია თქვა ხალხო, აი ტემოდა გამოწერილი ანტიქრისტეები მე არ შემიძლია უკვე. პირდაპირ ვამბობ, ხომ ყველაფერს გუშინაც ინსტაგრამზე დავუპოსტე. სხვათა შორის გამომიწერეთ აღწერაში არის მითითებული დახურული ინსტაგრამის ჯგუფი მაქვს, სადაც საინტერესო რაღაცებს დებ ხოლმე და ხავი მოგეწონებათ რა ხალხო დაიმახსოვრეთ ერთი რამე, აი საბოლოო მესიჯი ხა. აი მაჰდი იქნება ეს იქნება იმამ 1500 ალიმოვა, პეტრემოვა, ლუკამოვა, ვინც გინდა მოვიდეს. ერთი რამ ქრისტემ თქვა ესეთი რამე, ჩემს მერე ძალიან ბევრი მოვა და ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანა შეცდომაში.
თქვენ უნდა იყოთ აღჭურვილნი ეკლესიის, ბიბლიისა და სამოციქულო გარდამოცემით. თქვენ თუ ეს ფუნდამენტი დაუკარგეთ, რასაც ჩვენი წმინდა ეკლესია დგას, ხალხო რომ ხანდახან მეუნებია ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ უცხო შენო მე-20 საუკუნეში ხარო ჩარჩენილიო და მე-19-ში. მე მე-20 საუკუნეში კი არ ვარ ჩარჩენილი. მე ვარ პირველ საუკუნეში. მე ვარ პირველ საუკუნეში ჩარჩენილი ქრისტიანი და საერთოდ არ ვიტყდება ამის. მთელი ჩემი გონება, მთელი ჩემი სულიერება, მთელი ჩემი აღქმა, მთელი ჩემი აი შინაგანი, აი რასაც ქვია ეს კრედო, რაც არის პირველი საუკუნის. აი 20 საუკუნის. იმიტომ რომ ის სწავლებები, რასაც ქრისტე მან საუბრობდა და მაქამდე მოსეს უსაუბრია, მეგობრებო, ადამიანი არ იცვლება, თქვენ რა გონიათ, ტექნიკა სული. მაშინ მოსე წერდა იმეებზე, ქვის ფილაქნებზე და დღეს iPad-ში ან iPhone 16-ზე და 15-ზე და 15-ზე დაწერ. ადამიანი ისევ ადამიანია, იცვლება მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკა, გამოყენების საგანი იცვლება უბრალოდ. მატერია იცვლება, თორე ადამიანი არა ბოროტიც იყო და ადამიანი რა ქედმაღალიც იყო და ადამიანი როგორი შეურაცხადიც იყო, იგივეა დღესაც არაფრით არ განსხვავდება საერთოდ. მაგიტომ ლიბერალიზმს რო ვაკრიტიკებ, ყოველთვის ლიბერალიზმი რა არის? ლიბერალიზმი არის აი ცხრის იმაში გადაცმული მგელი, ტყავში გადაცმული მგელი, რომელიც გელაპარაკება სიკეთეებისა და კეთილი ფისოების სახელით. სინამდვილეში არის უდიდესი ბოროტება. იმიტომ რომ არც ერთი ადამიანის ნდობა არ შეიძლება პლანეტაზე. არც ერთი. მე ამას ვასწავლი ჩემ გამომწერებს, მე ამას ვასწავლი ყველას. ადამიანებსა და პოლიტიკაში, სახელმწიფოებს შორის არსებობს ერთი და იგივე ანარქიული დამოკიდებულებები. მჭირდები. ამას არავინ არ აღიარებს, რა თქმა უნდა. აბა ეხლა იმას ხო არ გეტყვიან, ეხლა მე შენ გიყენებ, მე შენ ესე მჭირდები, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, არავის გვერდში მდგომი არ არის, მეგობრებო. არავინ. ყველა ფიქრობს ხოლმე საკუთარ თავზე. ადამიანი არის ბუნებრივად უტილიტარისტი არსება. ეს განმანათლებლები ეს მაინც თქვის სწორი. ეს მოჩვენებითია ყველაფერი სურათებში რომ კარგად დაგიჯდებიან, გიღიმიან, გეხუტებიან, მოჩვენებითია ყველაფერი. მხოლოდ დიდსულოვანი ადამიანები არიან ტოლერანტნი და თანაზიარნი, შენი სიკეთის, შენი ბოროტების ადამიანი, რომელიც ჭირში შეგიცნობს და ხინში ეგეც ცოტანიანი იყო, ეს ყოველთვის ასე იყო ხალხო. ნუ გონიათ დღეს მაგალითად. აი დღეს რახა შეიძლება ბევრი გამომწერი ყავდეს, ყველა რეალური იყო, ეს არავინ არ იცის მეგობრებო. სანამ შენ გაჭირვებაში არ მიხვალ და იქ არ დატესტავ ადამიანს, მაგამდე ხო გეუბნები, ეხლა მეცო სუფრაზე დაკმატიშა, შენც მოხვალ. ყველა მოვა აბსოლუტურად. აბა გამიჭირდეს რაღაცა. მე რამდენი დამიდგება გვერდში, აი მაშინ ჩანს. გამომწერის ზალაც მაშინ ჩანს, მეგობრის ზალაც მაშინ ჩანს, მშობელი და აბსოლუტურად ყველა. ამიტომ მე ვასწავლი სიმართლე რა არის ამ ქვეყანაზე. მე კი არ ვეუნები ამ ადამიანისგან მე მეცითმეთი თაყვანი. მე არავის თაყვანისცემა არ მინდა. მე არა. იესო ქრისტეს უნასეთ თაყვანი. იესო ქრისტე იმსახურებს ხოლმე თაყვანისცემას. ეს არის უნიშნელოვანესი. არა ჩვენს, არამედ ჩვენს სახელს მოხფინედიდება, როგორც ამბობს ფსალმონები. აი ამას ჩვენ გავუყვებით და ჩვენ ჭეშმარიტები ვერ გადაგვხვევინებს და დანარჩენი ეს ზღაპრები, ის მოვა, ეს სწავლა ხალხო, მაჰდის მერეს ბევრი გამოჩნდებიან. ბევრი გამოჩნდებიან ქრისტიანობაშიც მათ შორის. ნუ გონიათ ქრისტიანობაში რამდენი სექტაა. ამიტომ იხელმძღვანელეთ სახარებით, იხელმძღვანელეთ ბიბლიით. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე კი არ გამომყვეთ, კაცო, მე რასაც ვამბობ, აი უცხოს ხილვები კი არ მაქვს ხალხო, რომც კონდეს მაგას არ ვიტყვი. გაყევით ქრისტეს, ყველა წმინდანი ქრისტიანობაში ვინც ყოფილა, ყველას უჭირავს სახარება ხელში. წმინდა ნიკოლოზი, წმინდა ყველას რატო? სახარებაა გზა. სხვა არ არსებობს, მეგობრებო, არ დაიჯეროთ. ყველაფერი არის ტყუილი დანარჩენი. დიდება ღმერთს, შეუნდოს ყველა ადამიანს ის შეცდომანი, რაც მათ აქვთ. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩემ ასაკში მყოფ ბევრ გამოშტერებულ ადამიანსაც უსურვებ მაგას, იმიტომ რომ აცდენილები არიან რეალობას. სამწუხაროდ ბევრს იმის აღიარება უტყდება, რომ ღმერთის ჯერა, იმიტომ რომ საკუთარი ფუღუროიანი ბაბლები დაენგრევათ, მე არაფრის არ მიტყდებოდა არასდროს, მე როსუ მარტო დავრჩე ცხოვრებაში და იმის ჯეროდეს რაც არის ჭეშმარიტება, მე მარტო ვიქნები და სამარჯამოდ სიმარტოვეში გავატარებ, რომ ვიცი, რომ ეს არის ჭეშმარიტება და მისი ერთგული ვარ. ამიტომ სხვა რა სიტყვის და რა ბაბლები არსებობს და ვიღაცას რა მოდაში რა არის, მე მოდას მე ვქმნი აქეთ. დროებით